ეხა შემოვა. იმედია გვაცდიან ვიდეოს ჩაწერას. მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ეკატერინა და ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი. დღევანდელი ვიდეო იქნება კოსმეტიკის დატესტვა ჩემ შვილთან ერთად. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. გაიცანით, ვინც არ იცნობს. ხო და მოკლედ მე და მარიტა დავტესტავთ კოსმეტიკას, რომელიც წინა ვიდეოში, ხო, თუ ნახეთ ჩვენი ვიდეო. ხო, რისი unboxing-ი თუ გახსოვს? Catrice's და Sunkiss's მაკიაჟის კალენდარები, ბოქსები. ხო, Sunkiss's ბოქსი ლინკი დატოვე მაგ ვიდეოზე. ხო. კი, აუცილებლად ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ლინკს, ვისაც გაინტერესებთ. მოკლედ Catrice's კალენდარი გავხსენით და ასევე Sunkiss's ბოქსი, მაგრამ დღევანდელ ვიდეოში გვინდა რომ დავტესტოთ Catrice's კოსმეტიკა. არ გვინდა ძალიან გრძელი ვიდეო რომ გამოვიდეს, ამიტომ Sunkiss's კოსმეტიკას დავწოკე დავტესტავთ. ხო, შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ და მოკლედ აი აქ მე და მარიტას შენახული გვაქვს აი ესეთი ლამაზი კოსმეტიკის ჩანთა Catrice's მოკლედ რაღაცეები, რაც დავაანბოქსინგეთ წინა ვიდეოში და ეხლა გვინდა რომ დავტესტოთ და მოდი ეხლა ბევრი შესავალი აღარ გვინდა, დავიწყოთ მაკიაჟის გაკეთება. რაც აქ არის, ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის, რაც მაკიაჟს ჭირდება, მაგრამ რაც არის, ის დავტესტოთ. ეხლა უცებ გაჩვენებთ რა გვაქვს და რისი დატესტვა გვინდა. ეს სამნაირი მანიკური გქონდა. ეს ორი უკვე გამოვიყენეთ, მარიტამ ეს წაისვა დღევანდელი ვიდეოსთვის. Yes. და მე წავისვი ეს წითელი, ასე რომ დღეს ესეთი ლამაზი ფრჩხილებით მოგევლინეთ მეგობრებო. დავიწყებთ კონსილერით. აი ესეთი კონსილერი გვაქვს. ხა ისე ფოკუსი. ხო და ამ კონსილერს წავისვამთ. ესეთი აი არა უშავს ვიდეოს ბოლოში ჩას. ეგეთი რაღაცა. მგონი გატყდა. არა, გადარჩა. ვეღარ დავტესტავ. გადარჩა? კი. აი ცი რატო ვჩქარობ და იმიტომ. მე რატო ჩქარობ? აი ესეთი Catrice's ბლაში გვაქვს. ო ესე ხანდახან შემახსენე ხოლმე. აი ესეთი Catrice's ჰაილაითერი. აი ესეთი ორნაირი ტუჩსაცხი და ტუჩის ფანქარი. მე და მარიტა გავიყოფთ, შენ რომელი გინდა, ღია ფერის თუ მუქი? ღია იყოს. რო შენ რომელს გმართ? ჩემთვის სულ ერთია. კაი, შენ ღია აიღე და ტუჩსაცხით შესაბამისი აი ეს არის შენი და მე მაშინ მუქს წავისმევ. ასევე ესეთი წითელი პომადაც გვაქვს ტუჩსაცხი. ნახოთ ვინ წაისმევს. ვიღაცას მოკლედ ორჯერ მოუწევს ტუჩსაცხის დატესტო. ხო. კიდე აი ესეთი შენ ვიცი უკვე რომელს აირჩევ. აი ესეთი ფანქრები გვაქვს. კოსმოსური ფერის ჩვენი ლაქის სტილში. მარიტამ რა თქმა უნდა ესეთი მოცისფრო, მოიასამისფრო აირჩია, მე ოქროსფერი. ასევე ესეთი სამნაირი ფუნჯი გვაქვს. აშკარად გამოგვადგება. და ყველაზე მთავარი ესეთი Catrice's პალიტკა. მე პალიტკას ამბობ. პალიტრა. კაი. პალიტრა და პალეტკა გაერთიანა ამბავშვა და პალიტკას ამბობს რა თქმა პალიტრა ხო? პალიტრა. ან პალიტრა, ან პალეტკა, მაგრამ პალიტრა უფრო სწორი იქნება ალბათ. და ყველაზე მთავარია ესეთი Catrice's პალიტრა. აი ამ ფერებიდან ავარჩევთ. და ნუ გეცინება. რატო იცნება ამბობს, მე არ ვიცი. მეგობრებო, დავიწყოთ. მოდი აბა ნახოთ. ესე მგონია რომ მარიტასთვის მუქი იქნება, მაგრამ მაინც თუ გინდა სცადე. ხო, დატესტოს რა ხარ რაღაცა მოვარდისფროა შენთვის. აი ესეთი ღია ფერი არის და მე მგონი ჩემთვის ძალიან ღია იქნება. ჩემთვის კიდე ძალიან მუქი. ჩემთვის კიდე მუქი. ჩემთვის ღია იქნება და მარიტასთვის მუქი. წავისო ხო? სცადე რა ვიცი მაინც. ეს ხო დატესტოს ვიდეოა და. და აი ღეისა. რა. კამერაში ვიხედე. ცოტა ეს მოვაძრო. ძალიან ვარდისფერია და მაგრამ კაია. სარკეს მოვაძროთ. და ვნახოთ. უფს.
მე მგონი ეს ეს სპონჟი მჭირს. ვარდისფერი ადამიანისთვის. არა ეს შეკარეთ ჩემი არ არის მეგობრებო. გადავინაწილოთ მაინც, მაგრამ მგონია რომ არ არის ეგ ჩემი. შეიძლება მარიტასი უფრო იყოს. ნუ რახან წავისვი, ბარემ წავისმე. ნახოთ რა იქნება. მე მგონი რომ ღია არის ჩემთვის. ვფიქრობ რომ სხვა კონსილერთან მომიწევს შერევა. მაგალითად შენ უფრო იმასთან სტაფილოსფერი თუ რაღაც. ხო, არ ვიცი ან სტაფილოსფერიან. ჩემთვის კიდე ანუ ჩანს რომ კონსილერი მისვია რა. მენახება. ხო, თითქოს შენზე არის ვარდისფრად რაღაცნაირად. ხო. ან ჩანს რომ ვარდისფერი. მე ვარდისფერი კანი არ მაქვს. ისე კონსილერი აწერია საერთოდ მაგას. ეს ბლაში ხო არა. Under eye brightener. ანუ სიტყვა concealer არ აწერია და ანუ ვერ გავიგე რატო გვაბნევენ, ვერ ხვდები ანუ brightener ნიშნავს რომ ამონათებისთვის არისო თვალების და სიტყვა concealer კორექტორ. აი აქ ხო არ უნდა წაისვა. ხო, მოკლედ კორექტორი არის რომ გააღიავოს ცოტა, ესე იგი რა გამოდის concealer-ი როცა გისვია, კიდე ზემოდან უნდა წაისვა ეს. ესეთი შეგრძნება მაქვს თითქოს highlighter-ი წავისვი უბრალოდ თვალების ქვეშ. ან highlighter-ი, ან ძალიან ისეთი ჩრდილები. ხო იცი, დღია. კანისფერი ჩრდილები როა. შეიძლება მაგისთვის შეიძლება. არ ვიცი, მე ვერ გავიგე. ეს concealer. გადავიდეთ ამაზე. ეგ არის blush, ხო? ნამდვილად. აიღება. არ გვეშლება. ვაი, დავსვარე. ცოტა კიდე. აი ესეთი საკმაოდ მუქი არის. ხო, სხვადასხვას მომწონს. ჩანს. ამიტომ ძალიან ბევრი და ძალიან ისეთია. არ უნდა. ძალიან ადვილად სახმარია, თორე ძნელია ფუნჯით რო ისმე ხოლმე. არ ისმევა კარგად. ეს კიდე კარგად ისმევა. მე ბლაშის წასვლა ცხვირზეც მიყვარს. მე ცხვირზეც და მიკაპს. და ხელზე. და საერთოდ ტონალურის მაგერას რო წაისვა არ გინდა. მოკლედ ეს არის კრემოვანი ბლაში, მეგობრებო. მიყვარს ეგეთები. რომელიც აი ესე გამოიყურება. ეხა. ძალიან კარგი ტექსტურა აქვს, საშუალოდ წაისვა. მაგრამ აი ეს კონსილერი ყველაფერს აფუჭებს. აი ესე. აბა, კაია. კაია ძალიან. მაგას ხა შენც რაღაც ჟოლოსფერია თითქოს, ხო? ხო, ძალიან. ესეთი მუქი არ ვქო. ამას წავისმე ხოლმე. ეცედა ეს გავწმინდოთ. პირველივე დღეს რო დავსვარე. აი ესე. ჰაილაითერზე გადავიდეთ. აბა კატრისის ჰაილაითერი არასდროს არ მქონია და მაინტერესებს. არა? კატრისის არა. აუ, ეხლა ფრჩხილები უნდა გამიფუჭოს, ამა. მოიც. მე არ მეშინია ფრჩხილები. შეხვალ გაგიფუჭებს ფრჩხილებს, ეხლა შეხვალ გაგაფუჭებინებ. აჰა, გავხსენი. ამიანად ავაწყე. შორის ჩვენი ლაქები, ჩვენი მაიკების ფერებშია. ეხლა შევამჩნიე. შორის ვინც ვერ შეამჩნია. ესე იგი, კონსილერი უნდა ყოფილიყო უფრო კანისფერი და ამ შემთხვევაში ჰაილაითერი უფრო კანისფერია. და სარკე არ გინდა? ჰაილაითერი ძალიან კარგად ბზინავს და მომწონს. ისე ფუნჯი არ გინდოდა? არა. ჯობია? ძალიან მომწონს. უი ხო. ოკი, ძალიან მზია. ოკი, ძალიან კარგად ბზინავს. რა სინქრონიო. ზედმეტიც არ უნდა წაისვა, იმიტომ რომ ძალიან ბზინავს. ჰაილაითერსაც ხუზეც ვისმე. აი, აქაც შეგიძლია ცოტა წაისვა. აბა, ძალიან მომწონს. შენ რო გიყვარს ჭყიალები. და ეხა გამოგვდის ლაითი აა, კიდე აი აქ შეიძლება. ეს კარგია მართლა, ძალიან პიგმენტური არის, კარგად ისმევა. და არის არ არის კრემოვანი, ანუ წესით ფუნჯითაც ძალიან კარგად წაისმევა აშკარად. და თითითაც. აი ესეთი თვალის ფანქრები წავისვათ, ეხა მე და შენ მარიტა. გინდა მე წაგისვა თუ წაისმუშოთ? ყველაზე ძნელი ფარტია, მაგრამ ცდი. ძნელია ხოლმე, მაგრამ მაინტერესებს თვალზე როგორ გამოჩნდება.
ვაიმე, ჩემთან არის მევა, ჩემთანაც. მაინც გავუვიდავა და ხო, არის მევა. არ ჩემთან? არა. არის მევა, აბა მე ვცადებ ხო? აშკარად. ხელზე კარგად წაიშვა. ჩემთანაც. აუ, ძალიან ძნელი წესასმელია. ტყუილად გაგვეხარდა. ჩვენ გოგონა ძალიან ადვილად. მე მეგონი ახლა ამაზად ვერ წავისმევ. ვერც მე. მე ჩვეულებრივ პანკარსაც ვერ ვიცმევ და მაგრამ ხელზე კარგად ისმევა. აი ჩუჩას. ხაცერთ მწვანეთ გამოჩნდა ჩემთან და რა? ჩემთან კიდე წითლ დროს. ანუ რაღაცა გადადის თითქოსფერი და თვალი ამატკია მეგობრებო. ანუ აი ახლა წავიშვა. აი ჩემი ჩანს. აბა. არა. შენი ჩანს. აბა მე წაგისმევ ვცდი. ნუ გესმევ, მაგრამ არ მინდა რომ გადკინა. ოი რა ლამაზია. ნახე რა ლამაზია. წაის. კი. წავედი. ისმე ვაღონ ძალიან უნდა მიაჭირო. არა მეგობრებო, ინახეთ. საერთოდ არაფერს არ შვება. ამ ფანქრებს ვერაფერი ვერ გავუგეთ მე და მარიტამ. და თვალის ამოთხრაც არ გვიდა, ამიტომ დავანებებთ თავს. კაი, ისე ჭრდილებამდე ვცადეთ, თორე ჭრდილებზე ნამდვილად ვერ წავისმოდით, ეხაც ვერ წავისვით და მე ხო საერთოდ. მე ვერც მოვიშორებდით. ეხლა ტუჩსაცხი ხო არ წავისვათ ჯერ? ხო, მოდი ჯერ ფანქარი. ხო. ჯერ ფანქარი, მე ტუჩსაცხი. იმედია ეს მაინც კაი იქნება. კი, ნახეთ როგორი ფერია. ოკეი, ეს ფერი მეც მომწონს. არა ტუჩის ფერია. აბა. უირა კაია. გონი წყალგანზელ ხო არა ანეტა? ხო, რაღაც ძალიან ისეთია გეგონება. ტუჩის ფანქარი მართლა ძალიან კარგი ხარისხია და ძალიან მომწონს ფერიც, როგორ ისმევა, ეგეც მომწონს, ძალიან რბილი სტრუქტურა აქვს და მე მგონი ძალიან განძლე ჩანს. აუ, როგორ გიხდება? შენ ძალიან გიხდება. ძალიან მომწონს ფერია ორივე, ხო? თითქმის ერთნაირი, მაგრამ ჩემი უფრო ტუჩის ფერია, ეს მუქი. ხო. და მოდი ეს ტუჩსაცხიც გადავისვათ ახლა უცებ. ეს ოქროს ფერი შეფუთვა ძალიან მომწონს. უი, როგორი ყოფილა პომადა. ზუსტად ამ ფანქრის ზუსტად ფერშია. შეხედი. შენიც ხო, აუ რა ლამაზია. ეგ ეთყობა ეგრე არის ჩაფიქრებული. აუ ძალიან მომწონს. ჩემიც და შენიც. ხო, მეც. ესე გააკეთე. ეხლა მოვიშორე ტუჩსაცხი და ისევ წავისი კონტური იმისთვის რომ აი ეს პატრისის ტუჩსაცხიც მინდა რომ დავტესტო. წითელი, არც მარტო შენც თუ გინდა შენც წაი. მე მისვი ახლა ტუჩსაცხი და არ მგონია რომ დაეჭირა. კაი, მაშინ შენზე ვნახოთ. ხო, მე დავტესტავ, ჯობია. და ამასობაში სანამ მე ტუჩსაცხს წავისმევ, შენ შეგიძლია უკვე ჭრდილები დატესტო და მოდი ავირჩიოთ ახლა ფერები. აი ეს მოვაცალოთ. და იცოდა ეს მოვაცალოთ. დაწებებული აქვს. ხო, ახლა უყურეთ. აი ესეთი ფერებია. ისმევთ აი ამ ფერს თვალებზე. აი აქ ისმევ თვალზე და მე აი აქ დავისმევ ესამის ფრად. ნახეთ როგორი წითელი არის. მეორე თვალზე. აუ, ძალიან კაია. შენ როგორ გიხდება? შენ ესეთი ფერები ძალიან გიხდება. როგორი ჭკვიალა. ჩანს. კი, ეს ტუჩსაცხი აშკარად წყალგანძლეა. ვატყობ როგორ შრება. ვითვალებზე. ჩემი ტუჩსაცხი და მარიტას ჭრდილები მეგობრებო.
აუ ძალიან ლამაზია მართლა მანახება აბა მე შემოხედე მე დახუჭე თვალები აუ ეს სტილი როგორ გიხდება იცი ჩახატვის ანუ აქ მუქი და აქ ღია და რაღაც ლამაზი ანუ ისიც არ გჭირდება ლაინერიც არ გჭირდება და კიდევ ვფიქრობ რომ წვრილი ფუნჯით ქვევით რო წავისვა კონტური მაგალითად აი ამ ხერით ანდრამი ცოტა მუქი ხო მართალი ხარ შენ თითებით წაისვი ხო იმიტომ რომ ფუნჯით არის მე აი ხა ახალი ფუნჯი შეგიძლია გამოიყენო ეხა წავისვი ამას და ამას არ ვიცი მარიტას სტილში ნახოთ როგორ გამომივა აი ესეთია. კიდე მანამდე აქედან რამე მუქ ფერს ავიღებ და აბა რომელი მომიხდება. პალიტრაში ყველაზე მუქი ფერი ეს არის. აი ესე გამოვიდა ჩემთან. აი ესეთი მკვეთრი გახდა ჩემი მაკიაჟი. როგორ ხდება? მარიტა, აბა შემოხედე კიდე. შენ ძალიან გიხდება ეს ჭყუიალები. ეხა წავში ძალიან ისე უბრალოდ ტესტისთვის ცოტა არააკურატულად, უბრალოდ მაინტერესებს ეს ფერები. იგივე ფერს მოვსინჯავ, ოღონდ ზედა ქუთუთოზე წავისვი, რაც მარიტამ ქვედაზე წაისვა. აი ნახე, როგორი. ესე ისე არ გამიკეთებია მე არასდროს. ზედაზე წასმა, მაგრამ მგონი კაი იქნება. ძალიან კაია. ასევე ქვემოთაც შემიძლია იგივე. ეს ძალიან კაი ფერია, რაღაც ნაცრის ფერია და მომწონს. მეც. ძალიან გიხდება. ცოტა ვფიქრობ კონკრეტულად ჩემ მაკიაჟზე ძალიან ისეთი არის ხა არ მომწონს იმას რომ გითხრათ, რომ არააკურატულად. ზედმეტად ჭყვინავს რაღაცნაირად. ხო, იმიტომ რომ ხა ეს დავიტყებე ყველაფერი სატესტოდ. ხო და შენი აი ეს ჭრილები ძალიან მომეწონა, ძალიან მოგიხდა ეს. შენ ძალიან მოგიხდა. იასამნისფერი მოვარდისფრო რაღაცა ეს თვალები გამოგიკვეთა ძალიან. ვფიქრობ მეც მომიხდება ეგ ფერები, უბრალოდ ეხლა წითელი ზედა ხან მეცვა რაღაცა მაგ ფერებში. ჩავიხარ და ბოლოს მოვიდა დრო რომ შევაჯამოთ ჩვენი პროდუქტები. მარიტა რა მოგვეწონა და რა არ მოგვეწონა, მოდი ვთქვათ ყველაფერი გულწრფელად. პირველი პროდუქტი იყო აი ეს კატრისის კონსილერი. კონსილერის ტექსტურა ძალიან კაი არის, მაგრამ ფერი მე ვცხოვებ, იმიტომ რომ თვალებს ქვეშ სიმუქეებს უფრო მკვეთრად აჩენს იმის მაგერად რომ დაფაროს. ამიტომ 5-10-დან. ანუ ჩვენი პროდუქტი არ არის აშკარად არ მოგვიხდა არც მე არც მარიტას იმის მიუხედავად რომ თვითონ პროდუქტი კანის ფერი გვაქვს მე ცოტა მუქი მარიტას უფრო ღია ფერის კანი აქვს მაგრამ ანუ თვითონ პროდუქტი ძალიან კაია უბრალოდ ჩვენ კანის ფერს არ დაემთხვა ხო არც ჩემსაც არც მარიტასაც და თან ვერ გავიგეთ სინამდვილეში ანუ კონსილერი არ არის თითქოს რაღაცა გამოსანათებელი არის მაგრამ ნუ არ ვიცი თუ ვინმე მიცით მასწავლეთ როგორ გამოვიყენო იმიტომ რომ აი აშკარად ეხაც მისვია და არ მომწონს. ხო, შემდეგი ჰაილაიტერი, აი ესეთი ჰაილაიტერი, სხვათა შორის ჰაილაიტერი ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად ბზინავს და ზედმეტად ბევრს თუ წაისმევ ძალიან. ხო, და თან ჰაილაიტერიც უნივერსალურია, ჩემ კანის ფერზეც და ქუთქუთა თეთრ კანის ფერზე. ყველაზე კარგად გამოჩნდება. ჩანს და ასევე თვალებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ აშკარად. ძალიან კარგად ბზინავს. კარგი ტექსტურა, ხო. ეს ჰაილაიტერი 10-დან 10 ალბათ, ხო? ეს ბლაშიც ძალიან კაია, ეს კრემოვანი ხარისხი როა, ადვილად ისმევა კანზე და ძალიან მომწონს. შეგიძლიათ და ფუნჯითაც. იმიტომ რომ ფუნჯით რო ისმე ხოლმე, ბევრი ხანი სჭირდება და ამას უბრალოდ აიღეთ ფუნჯი რა, ადვილია. და ძალიან კაი ფერია, მომწონს. ნამდვილად 10-დან 10. 10-დან 10. აი ეს ტუჩსაცხი მე მომწონს პრინციპში შემაშრა ეხლა და აღარ იქცნობა უკვე ტუჩებზე, თავიდან ცოტა მეწებებოდა. ფერი ძალიან კაია. მაგრამ ეხლა აღარ. მაგრამ სიმართლე თუ ვთქვა, ეგეთი ტუჩსაცხები, რომლებიც შრება და მე მიცელარული წყლითაც კი არ შორდება, არ მიყვარს. შენი არ არის, ხო? ხო, პრინციპში მე ყოველდღიურობაში არც მე არ მომწონს, მაგრამ თუ სადმე გადიხარ, მაშინ ძალიან კარგად უნდა ჭამო, მაშინ. ხო, კაფეში თუ გადიხარ, მაგალითად მთელი დღე გექნება მიირთმევ ყველაფერს და არ მოგშორდება სავარაუდოდ ამ ბასენში. ხო, აი კიდევ ერთი.
ადგილი, სადაც შეიძლება რომ გამოიყენოთ. ასევე გქონდა ესეთი ფანქრები, თვალის, რომლებიც სასტიკად მეცველოდი. ხო, არ ვიცი, ჩვენ ეტყობა ჯერ ვერ მივხვდით, როგორ უნდა წავისვათ, იმიტომ რომ ხელზე რო წავისვათ ისმევა და თვალებზე არ ისმევა. თვალებზე ვერანაირ, ვერც მე, ვერც მარტო ფერი და რამე ძალიან კაია, მაგრამ არ ისმევა. არ ვიცი, 10-დან გაჩნია რა, ჯერ მაინც არ ღირს. შეიძლება მაინც რაღაცნაირად დავამუღამოთ და ვნახოთ. მეორე სად არის ესეთი? ფლაში. ხوارდო. ეს ტუჩსაცხები მოგვეწონა ორივეს, მეორე ვერ ვიპოვე ხლა, მაგრამ ორივე ძალიან კარგი ფერია და ძალიან კაი ფერია და კარგად ისმევა და ხო, რა ვიცი. არაფერი პრეტენზია. პრეტენზიები ნამდვილად არ გვაქვს. ეს ფუნჯები ყველა ძალიან კაია. და ყველა როგორც მივხვდი, აი მისთვის არის. შენ რო ამბობდი ფერების რასტუშოვკასტის და ბლენდერი. ბლენდინგი, რაღაც ეგეთი, ხო, ბლენდერი. ეს კონტურინგის ფანქრებიც ძალიან კარგია, ძალიან ბილია, კარგად ისმევა და როგორც ჩანს, ადვილად არ შორდება, იმიტომ რომ კარგად ზის ტუჩებზე. შემდეგი არის აი ესეთი კატრისის თვალის ჭრილები, რომელიც გამოვიყენეთ, ყველა მოგვეწონა. ჯერ ყველა არ გამოგვიყენებია, მაგრამ რაც გამოვიყენეთ, მოგვეწონა. და ისიც უნდა გეცქვა, რომ ეს ჩისტა ტესტისთვის არის. ამის ნახე, როგორ ზის ჭრილზე სასწაული. კატრიჯის ლაკი. იმენა ხორძნის ფერი საშუალება იდეალურია. აი ეს ხო? ხო, აი ეს ყოფილა კარგი მანიკური. გობელა შევდა ტესტა. ეს ყველაფერი იყო სატესტო მაკიაჟი, ეს არ არის ჩვენი ზოგადი მაკიაჟი, ანუ ესე არ გავიკეთებ და არ წავალ. ეგ იყო ჩელენჯი მოცემული პროდუქტებისგან მაკიაჟის გაკეთება სრულყოფილი. ხო, ну მოკლედ აი როგორც იყო, ესე დავიტყებეთ და გაჩვენეთ ყველაფერი და დანარჩენი უკვე მაკიაჟის ვიდეოში უფრო ლამაზად და უფრო ესე აკურატულად წავისმოთ გპირდებით. ყველას უღრმესი მადლობა, მე კი გემშვიდობებით, მე და მარიტა გემშვიდობებით. მომავალ ვიდეომდე. Gargar.